მედია პროექტ ეტალონის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მხარდაჭერით რეგიონული ტურნეს ფარგლებში სხვადასხვა მუნიციპალიტეტს სტუმრობს. წამყვანი მუნიციპალიტეტების გამგებლებს, მოსწავლეებს, სკოლის დირექტორებს, მშობლებს და პედაგოგებს ხვდება. მოგესალმებით, მამულიშვილებო. მედია პროექტ ეტალონის ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი რეგიონული ტურნეს ფარგლებში დღეს ქარელს ეწვია. შეხვედრაზე, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა, მოსწავლეები, სკოლის დირექტორები, მშობლები და პედაგოგები იყვნენ მოწვეული. შეხვედრის მიზანი ქვეყანაში სოციალურ საგანმანათლებლო ფონის გაუმჯობესება და მოსწავლე ახალგაზრდების მოტივირებაა. მოგეხსენებათ ეს პროექტი, მედია პროექტი ეტალონი დამნიშნულოვანი პროექტია, არა მარტო საქართველოს მასშტაბით, არამედ კონკრეტულად ქარელში ხორციელდება ახლა. და ეს არის ის პროექტი, რომელიც ხელს უწყობს განათლებას და ცოდნას და აქედან გამომდინარე, მე მგონი ყველა ქართველი დამეთანხმება, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალი დაყრდნობილია ზუსტად ცოდნაზე და განათლებაზე. ასე რომ ვთვლი, რომ ამ პროექტის წარმატება ნიშნავს ჩვენი ქართველი ხალხის წარმატებას. მნიშვნელოვანია ქარელისთვის და არა მარტო ქარელის რაიონისთვის, ალბათ ყველა რაიონისთვის, იმიტომ რომ ერთ-ერთი მეგა პროექტი ეტალონი, რომელიც ბავშვების ნიჭიერებას და ბავშვების განათლებას ხელს უწყობს სამიმართულებით და მე ვთვლი, რომ ქარელის რაიონში ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს და ამას როცა ქარელის ახალგაზრდებისთვის გაკეთდება სპეციალური პროექტი, თვითონ დარწმუნდებით ყველანი ქარელის ახალგაზრდობის და მოსწავლეების ნიჭიერებაში. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გადაცემა ეტალონის წამყვანმა სამ გამორჩეულ მოსწავლეს საჩუქრად ეტალონის კითხვების კრებული გადასცა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა. მისივე თქმით, ეტალონის ერთი გადაცემა ქარელის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს დაეთმობა. ესე იგი, მთელი საქართველოს მასშტაბით შემოვლა მაქვს, მინდა ვნახო ის ნიჭიერება, რომელიც დაბუდებულია პერიფერიებში და მე ვნახე, რომ ქარელში ნიჭიერება არსებობს. არსებობს კი არა, ჩქეებს შეიძლება ითქვას. იშვიათად მინახავს ესეთი ნიჭიერი ახალგაზრდები, ესეთი მოტივირებული პედაგოგები, რომლებსაც სურთ, რომ რაც შეიძლება უკეთესი მამულიშვილები აღზარდონ. მე დღევანდელმა შეხვედრამ დამარწმუნა, რომ ერთი გადაცემა უნდა მიეძღვნას ქარელს ეტალონში და ეს ასეც იქნება. ჩემთვის დღევანდელი დღე იყო ძალიან დიდი სიხარულის მომტანი, პირველ რიგში, იმიტომ რომ შევხვდი ბატონ გოჩას, ავიღე საჩუქარი და ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი იყო მისი პირველაჯერ შემობრძანება, შემდეგ მისი ქება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მის მოწოდებები, რაც მან თქვა, ყველაფერი გავაკეთო და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ჩემი რაიონი ვასახელო. შიდა ქართლში ეტალონის რეგიონული ტურნე სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ რუსიშვილის მხარდაჭერით იმართება.